დღეს განვიხილოთ, როგორ უნდა შევამოწმოთ სამფაზად ძრავი მულტიმეტრით. ავიღოთ ტესტერი, დავაყენოთ აი ამ პოზიციაში შევამოწმოთ, რომ ნამდვილად მუშაობს. ერთი პოლუსი დავადოთ კორპუსს მეორე ხვიის გამოყვანებს. თუ გვიჩვენებს უსასრულო წინაღობას, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. ამის შემდეგ დავიწყოთ ხვიების გაზომვა. აქ მივიღეთ 4 ომი, გადავალთ. გავზომავთ მსგავსად. აი აქაც მივიღეთ 4 ომი. და ბოლოს რაც დაგვრჩა, აქაც მივიღეთ 4 ომი. ყველაფერი იდეალურადაა. აქ მთავარი რა არის? ანუ როცა ვზომავთ, ხვიებს უნდა მივიღოთ დაახლოებით ერთნაირი წინაღობები, მაქსიმუმი დასაშვები. სხვაობა არის 2%. 2%-ზე. მაღალი სხვაობა იწვევს ბალანსის დარღვევას.